პოსტიდან გადაყენების და თავისუფალი დემოკრატების დემარშის შემდეგ ქვეყნის მთავრობას უკვე დასავლელი პარტნიორებისთვის უწევს იმის მტკიცება, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და არც მომავალში შეიცვლება. თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი საქართველოს მთავრობამ ისიც უნდა დაუმტკიცოს, რომ სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებენ. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. მირიან გორგოზეს ვთავთ პირდაპირ ეთერში. მირიან, გისმენთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოთქვამს შეშფოთებას ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან დათხოვნის გამო და დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე. ქვეყნის საგარეო კურსი, პროდასავლური პოლიტიკური კურსი რომ შეიცვლება, ეს იყო მთავარი გზავნილი ირაკლი ღარიბაშვილისა შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე ის შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის საგარეო არჩევანზე არ მოახდენს გავლენას, რადგან პროდასავლური კურსი არის არა მხოლოდ ხელისუფლების არჩევანი, არამედ ეს არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოს მოსახლეობამაც გააკეთა. თეთრი სახლის ადმინისტრაცია მინისტრების თანამდებობიდან წასვლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს და ურჩევს სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს. ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გაწიეს. რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოუწოდებთ ყველა მხარეს იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე. მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას ნაბიჯები, რათა გაახარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ასე უპასუხა. ზაქარაიშვილი კოლეგების მსგავსად მიიჩნევს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი არ შეიცვლება. შეშფოთება გასაზიარებელია, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, მაგრამ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ კურსი არ შეცვლიდა. და ისინი სულ არ დამშვიდებიან. ევროინტეგრაციის კურსი საქართველოს ევროპული არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არ არის დამოკიდებული ერთი ან ორი მინისტრის წასვლაზე ან მოსვლაზე. ალასანია, სუბარი, რომელიმე კონკრეტული პირი ამ შემთხვევაში არაფერს არ წყვეტს. ეს არის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიმართულება საფრთხის ქვეშ რომ არ დგება, ამის დასადასტურებლად პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს განუცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის არჩევას ვერ შეცვლის. მინდოდა პირადად მესაუბრა თქვენთან მთავრობაში ბოლო დროს გაახორციელებული ცვლილებების შესახებ. მესმის, რომ ამ ცვლილებებმა შესაძლოა კითხვები გაუჩინოს ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები მხოლოდ შიდა პოლიტიკური ცვლილებებია და ჩვენს საგარეო ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს. უცხოელი დიპლომატები ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს რისკის ქვეშ არ აყენებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის განცხადებით მნიშვნელოვანია იმ ეჭვების შესახებ საუბარი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ეხება. პირველ რიგში, რაც არ უნდა მომხდარიყო, მინდა ჩემი პატივისცემა დავადასტურო ბატონი ალასანიას, ქალბატონი ფანჯიკისისა და ბატონი პეტრიაშვილის მიმართ. ისინი ჩვენი პარტნიორები იყვნენ და მუშაობდნენ ქვეყნის საგარეო კურსზე 2 წლის განმავლობაში. ყოველთვის მოხარული ვიყავი მემუშავა მათთან. მეორეს მხრივ არის კითხვები მოქმედებს თუ არა პროკურატურა პოლიტიკური მიზნებით. ეს კითხვები უნდა გაქრეს. ყველა ქვეყანაში იშლება კოალიციები და ამ დროს მნიშვნელოვანია ინსტიტუტების სიძლიერე და საქართველოს საერთაშორისო კურსის გაგრძელება. საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ქვეყნის კურსის შენარჩუნებას ველოდებით. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ყოფილ მინისტრებთან და წარმატებულ თანამშრომლობას ველით ახლებთანაც. საქართველოს მთავრობიდან მინისტრების წასვლის შესახებ შეშფოთება ევროპის სახალხო პარტიაშიც გამოთქვეს. პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აირიდონ პოლიტიკური დევნის ნებისმიერი ფორმა და პატივისცენ ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება მოიცავს. ქვეყნის პრემიერის მსგავსად დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრები ჰქონდა. დღეს ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიას ის დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში შეხვდა და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროკურატურის მხრიდან მისი და მისი თანაგუნდელების, ანუ თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ წარმოებული იერიშს, რომელსაც ამ ბოლო დღეებში აქვს ადგილი. ევროკავშირის ელჩთან უნებრივია შეხვედრაზე ვისაუბრეთ
ბოლო პერიოდში პროკურატურის მიერ წარმოებულ იერიშზე პოლიტიკური ნიშნით თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ და ზოგადად თავისუფალი დემოკრატების მიმართ, რაც ჩვენი მხრიდან არის ჩათვლილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, რომ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის იმიჯი გარეთ, როგორც ელჩმა აღნიშნა, დაინტერესებული იქნებიან, რა თქმა უნდა, რომ წარიმართოს ეს გამოძიება ღიად, მე ხო ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ვარ მე და მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ ის უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ და თუ რამე შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ ჩემთან. ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობა დაადასტურა დღესვე, ასევე ოფიციალურად ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებს საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს და ეს საქართველოს პარლამენტს არაერთხელ აქვს გაკეთებული. ეს მირიან გორგოძე იყო, მადლობა მირიან.